ჩვენ ძალიან ბევრი რამე დაგვიმალეს საუკუნეების განმავლობაში, ძალიან ბევრი რამე შეგვიცვალეს საუკუნეების განმავლობაში. მე ყოველთვის ვფიქრობდი ახალგაზრდობიდან, ის რაც ქრისტემ ილაპარაკა. მე მარტო სახარებებს ვამბობ, იმიტომ რომ მე ვაღიარებ მხოლოდ სახარებებს, არანაირ ძველ ახმას, იმიტომ რომ იქიდან არ მოდის ქრისტე რეალურად. ხო და კი, განკაცებული ღმერთი რა თქმა უნდა მოდის სახარებებს. ხო, ჩვენ ყველაფერი შეგვიცვალეს და სხვანაირად მოგვაწოდეს. რაზმაც გამოიწვია ყველაფერს, აბსოლუტურად ძველი ახმა ხო ახლა თავიდან ბოლომდე სულ ნაწილ შეგიძლია ჩამოასახელო რომელი თემა საიდანაა მოპარული წინა პერიოდიდან. Sustat თქვა თანაც, ყოველგვარი იგივე ნოეს პოზიცია უთანაფიშტი, იგივე ზეუს უდრა, იგივე დებკალიონი. მოპარული არ არის, ბოთეს ერთი და იგივეა და მოპარული ქვია მაგას. სხვადასხვა. არა, მოპარული ქვია მაგას, მაპატიე. ერთი და იგივეა, კი ბატონო, მაგრამ მოპარულია. იმიტომ ის იყო 7-8000 წლის წინ, ის იყო 4-5000 წლის წინ, ის იყო 2-3000 წლის წინ, 3000 წლის წინ და ეს არის ეგრე ჩვენ წელწადების ხონდე მე-5-6 საუკუნეების. მოპარულია. იგივეს იმეორებენ როგორც პრომეთეა მოპარული იმიდან, ამირანიდან, აი ესეა. მაგას მოპარული ქვია. რეალურად ხო ეს ისინი გადმოდის და გადმოდის მაგრამ ეს მორგებულია თავის თავზე ყველა ირგებს თავის თავზე ეს მომენტია ახლა როგორ კაცო ახლა ეს მართალი კაცი იყო თავის თავობაში და ის იყო ებრაელი რა თქმა უნდა სხვა ვერ იქნებოდა ხო და ასე შემდეგ ეს თამაშებია ყველაფერი იმისი არ იყოს ჩვენ ძალიან ბევრი სუბიექტური და არასწორი შეხედულება გვაქვს სამყაროზე ჩვენ ღვთისმშობლები ვართ ჩვენ ყველაზე კარგები ვართ ხო მე არ მესმის ასნიშნავს ღვთისმშობლობა ისე მაშინ ისეთი უნდა იყო, ისე უნდა იცხოვრო, როგორც გეუბნება გაბატონებული კაცის სახეთვისა და ხატათვისა და მამაკაცსა და დედაკაცად ქნა იგინი. ეს არის მე-6 დღეს. საწერი აქვს ქალი და ცალკე შექმნა და კაცი ცალკე. არ წერია და მე ხატად მანდამაის წერები და ულოშებს არ ნიშნავს. ეს შემოქმედის პროცესია. შემოქმედებითი პროცესია, რომელიც მოიწვია, იმიტომ რომ იქმნა და იქმნა. აქედან იწყება, იმიტომ რომ გაუბნება იოანეც, რომ ისაო რა ქვია, ღმერთი პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი. სიტყვა იყო ღმერთი. აი ეს არის ყველაზე მთავარი ფრაზა მან. გეუბნება, მაგრამ ჩვენ ხო ეს არ გავიქეთ. სამაგოდ მე გამოვარდა რომელიღაც დემიურგი, რომელიც შექმნა ადამი, აბა მასალა არ ჭირდება ღმერთს. თუ ის ესეთი ძლიერი და არის კიდეც, თუ ის შემოქმედია თავისი არსით, მაშინ ის სიტყვით ქმნის, რა თუნდა იმას, მასალა არ ჭირდება იმას. რომ სიტყვა ეს პირველი ძალა, ეს აკუსტიკაა, ეს ქმნის პირველ ენერგიას, ენერგოინფორმაციული რასაც ქვია და ეს ქმნის შემდეგ სასიცოცხლო ენერგიასაც, რასაც ჩვენ დღეს ელექტრომაგნიტურ ველზე წახით და მე მისი კრისტალიზაცია ხდება რა თუნდა ამას მასალა თუ მას მიწის მტვერი დაჭირდა ის მიწის მტვერი ხო მისი შექმნილია და რაში დაჭირდა ესე იგი არ დაჭირდა ესე იგი ეს დაჭირდა ვიღაც ხვას ვინც რაღაცა კომბინაცია გააკეთა გენეტიკური აწყო იქიდან ერთი მერე აწყო მეორე და ასე შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრი რამე სწორედ არ გვესმის იმიგავების სწორედ არ გვესმის იცი ამისათვის საჭირო გავიფართოოთ იმიტომ რომ ეს ცნობიერება ამიტომ საწყისებში ჩასვლა აუცილებელი და მისი გააზრება საწყისებში ჩასვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რადგან ახლა ხა ყველა რამდენი 8 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს უკვე დედამიწაზე მე მეეჭვება რომ თითოეულმა მოახერხოს ამისი გააზრება მარტივი სქემა როგორია რომ არ დარჩე ისევ ამ სამგანზომილებაში არ დაინო აი მე მაგალითად რო დავდივარ ქუჩაში ცოცხალ კვდრებს ვუყურებ მასიურად არის ესეთ გამონათქვამი არ წავიკითხო ზოგი 25 წელსაკში კვდება ვოთ ასაფლავებენ 80 წლისას მაგას ვიცახი ზოგი კვდარი იბადება აქედან შეიძლება თქვა ცოცხალი კვდრები ტელევიზორი ჩართე ყოველ დღე მაგის მეტი არაფერია ცოცხალ კვდრებს ვუყურებ იმათ ვერ უშვერი შანსი არ არის იმიტომ რომ მათი ემოცია მოწყობილია ესე იმიტომ რომ თავის ახლა გენიალური იყო უზნაძე იმიტომ რომ განწყობის თეორია ესენი განწყობილები არიან ამ სიტუაციაზე იმათ ვეღარ შეცვლი იმან შეიძლება სადოქტოროს დაიცვას იმან შეიძლება მსოფლიო მასშტაბის მეცნიერადაც აღიარონ მაგრამ სინამდვილეში მკვდარია სინამდვილეში ის არაფერი არ არის ეს არის უბრალოდ დღეს ხო იცით როგორც ხდება აგერ სტარ თეორიებში უამრავი ნობელის პრემიაა მიცემული და ვის ახსოვს ან ტესლა ან კოზირევი ან 173 მეცნიერი მუშაობდა მე-19 საუკუნეში ეთერულ ფიზიკაზე ხო მაგრამ ჩვენ გვახსოვს დარვინი კი დარვინი თან ყველა დედამიწის ყველა წესი იმიტომ თქვენი ჩემი მოკუდაო
მართლა მოკვდა ღმერთი ადამიანში. ადამიანში. ადამიანში ღმერთის სიკვდილი ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი პრიმიტიული გახდა. თვითონ ადამიანი. იმიტომ რომ მასშია ღმერთი. იმიტომ ფანტასტიკურად იქ ვოლანდი რომ ამბობს. არ ჭირდება მტკიცება. ის გენიალური ნაწარმოები, იმიტომ ვიძახი სწორედ გაგება უნდა ყველაფერს. ხო და აი ეს პოზიცია. ეს კონე დედამიწის ნომერ პირველი მხატვრული ნაწარმოებია ოსტატი და მარგარიტა. ხიცი ეს ამ ეპოქის ნაწარმოებია. დიახ, რა თქმა უნდა. ეს ზუსტად ეს არის გაგრძელება თავისებული ფაუსტის, მაგრამ ეს არის ამ ეპოქის ნაწარმოები. ანუ ეს არის ის მომენტი, როდესაც ყველაზე მეტად ჭირდება ადამიანს. კი, ეს ის მაგის გააზრება იძლევა ბევრად მეც ვიდრე ნებისმიერი სხვა რამის გააზრება, ზუსტად აი ეს ეპოქაა ახლა. ახლა თავდება ეს ეპოქა და ეს უნდა დამთავრდეს და გადავიდეს ადამიანი. მან ეს ყველაფერი მოცემულია. ფანტასტიკურადაა მოცემული. იცი თქვენ რატო არ მიყავთ სინათლეშიო და მას სინათლე არ გამოსახურებია მან სიმშვიდე და იმსახურა. კი ბატონო, ესეა სინამდვილეშიც და იმიტომ. მართლა ესეა. ისეთი ნიუანსებია მოცემული, რომლის ცოდნაც თუნდაც იგივე ბერლიოზს რეუბნება. შენ წახვალ იმაში ვარაობაში რატო? იმიტომ რომ არსებობს ესეთი თეორია და მართლა არსებობს ესეთი თეორია. ღვისის გწამს იმას ხებ. ხო და ეს ადამიანებიც ესე არიან. ამიტომ შენ ახლა შენ იმას რამე შეუცვლი ძალიან ძნელია. შეიძლება მოვიდეს აღფრთოვანებულმა მოგისმინოს, მაგრამ სახში წავიდეს და ისევ ისე გააგრძელოს ცხოვრება. იცი იმისი არ იყოს თუ გახსოვს ერთხელ თქვი ტელევიზიით ორი იდიოტი იჭდა მეთქი გუშინ ტელევიზიაში და კონტამსუნს არჩევდა მეთქი და გაგებული არცეც არ ქონდა, იმიტომ მეთქი რომ თუ კონტამსუნი გაიგე მინიმუმ ნაგელევით მაინც უნდა იცხოვრო მეთქი მერე. ხო, რეალურად ესეა. გაგება რას ნიშნავს? შეგრძნებას. მეც არაფერს აბსოლუტურად. შენ თუ მას არ გრძნო, ის არ გაგიგია. ხო შეიძლება ბევრი რამე არ იგრძნო. ბევრი მხლა მაპატია და ზედაპირული ნაწარმოებებია. აი ხშირად დებენ ახლა იმას თუ გახსოვს. აი რომელი წიგნი გიყვართ? ხო და იქ წაიკითხავ და ხო, იქ წაიკითხავ და იქიდან ციტატებსაც რო აზიარებენ ასე. ხო, არა საქმე რასე, თვითონ ის წიგნებია პრიმიტიული თავისი არსით. არის წიგნი გასართობი, არის წიგნი საფიქრებელი და არის წიგნი განვითარებისთვის. ეს არის ეს ასპექტებია. ხო და ძირითადად ასახელებენ იმ წიგნებს, რომელიც არის გასართობი. ხო, იმიტომ რომ თბილად გამოხატა ყველაფერი, მას ძალიან უყვარს. იმას ბიჭოში, იმას თუ უყვარს, იმას უყვარს, ის არაფერს არ ნიშნავს. მოგაგამაგებინა და რა დამანახა ხადის. ხო, მე მხატვრული ლიტერატურა ცოტა შემეცვალა წარმოდგენა, მაგრამ მეგეთ გადავიკითხე, რაც არ შემეგო საკმაოდ ბევრს კითხულობდი. ფაქტობრივად გამოვიდა, რომ მე ვამბობ აი გასართობს და არა თქო შემეცნებით. გასართობის ხო ბევრი ჩამივარდნია ხელში, რომელიც აი საშუალო დონის. არის წიგნები, რომელიც გზდის და არის წიგნები, რომელიც გარწობს. მისი განწყობა, ვიღაცის სტერეოტიპი. და მე ეს მოდელები შემოდი, შენ რომ გონია რომ ეს ასე უნდა იყოს. ხო და გონია რომ ეშენია. კი, და გონია რომ ეშენია. განცუდი სამსახური გამიწია, მინდა გითხრათ ბევრი. ზოგადად ძალიან ცუდ სამსახურს უწევს, ზოგადად ძალიან ცუდ სამსახურს უწევს, იმიტომ რომ მე კარგად ხედავ, რას უყურებენ, რას კითხულობენ, რას რითი ერთობიან, ასე რომ ვთქვათ. მე დროის კარგად მიმაჩნია უბრალოდ, იყო დრო, რა თქმა უნდა, მეც გავიარე ეგ ეტაპი, ყველა გავიარე, მაგრამ ყველა ვერ შეგწრავს ნაწარმოები. რა თქმა უნდა. რომელიღაცა შეგწრავს. აი ჩვენ აი ამ მდგომარეობაში ვართ, ყველაფერი დამოკიდდა ცნობიერების ტრანსმუტაცია, ის რაც უნდა მოხდეს, რამაც კაცობრიობა უნდა გადააჩეროს. ცნობიერების ტრანსმუტაცია რას ნიშნავს? სწორედ იმ მაღალი ვიბრაციების შეგრძნებას ავტომატურად გაგრძნობინებს. იმიტომ რომ ელემენტარულად რო იყოს სიყვარულის ვიბრაცია ბევრად მაღალია, ვიდრე დღეს არის დედამიწაზე, დაჟე მომატებული ვიბრაციის შემთხვევაში აკუსტიკა. იმიტომ რომ სიყვარული სადღაც 250 ზემოთ არის. ხო და ეხლა მაქსიმუმი არის 190-მდე, ავარდნილი პერიოდულად რო ვარდება თანაც. და იმ დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება დედამიწაზე და ეხლა წარმოიდგინე. ფიზიკა ვერ უძლებს, ფიზიოლოგია. ფიზიოლოგია ვერ უძლებს, კი ბატონო, ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. თითოეული უჯრედს თავის აკუსტიკა აქვს, ყველაფერს. ჩვენი ვიბრაციები გვაქვს. გულს თავისი აკუსტიკა აქვს, თავს თავისი აკუსტიკა, ეხლა თავი ყველა სერიოზული ასპექტია ეს. იმიტომ რომ თავის ქალაქნის ამ აკუსტიკას და მთელი ამბები. არ ფიქრობენ, იცი, სიყალბეებში ვცხოვრობთ. გახსოვთ ფანტასტიკურად აქვს ლაოცის ნათქვამი, სახელებმა დასაზღვრეს საგანთა საზღვრებია. ეს რატო? ჩვენ სიტყვების დაკარგული გვაქვს. აზრის სიტყვის არასწორად ვიყენებთ, სიტყვის აზრს, ძირითადში არასწორად ვიყენებთ. აი, თანამედროვე ტერმინებს ვქნით, რომელიც არაფერს ამბობს აბსოლუტურად. ხო, არც ენერგეტიკა აქვს, ვერც იგებდი ხა ამ ტერმინებიდან შენ აი უსმენ ხოლმე ადამიანებს, ისე დაღვარჭნენ წინადადება სიტყვის. აი ის როგორ ფიქრობს
რა დასკვნა გამოაქვს ხო გამორიცხულია იმან მიიღოს რაღაცა არა საქმე იმაში არის ძალიან დიდ ინტელექტი აქვს ლაპარაკი და სიტემატურ დემაგოგიაში არის გადასულები და არანაირ ლოგიკაში მე ახლა ლოგიკაც არის და ლოგიკაც ხო არსებობს ფორმალური არის მათემატიკური ანუ დეტალური ზუსტი იმიტომ ვიძახი ყოველთვის ნებისმიერი აი ახლა უყურეთ წარმოქმნილი ნებისმიერი თეორია რომელიც მათემატიკურად არ დასტურდება მათემატიკურ მოდელს ანუ ალგორითმს ვერ ქმნის ხო qalbია ეს თეორია იმიტომ რომ ნებისმიერი თეორია ქმნის მათემატიკურ ალგორითმს აგერ სიყვარულიც კი იზომება და როგორ შეიძლება ყველაფერი აბსოლუტურად ხო და აქედან გამომდინარე ის რაც არ იზომება ის მეცნიერება არ არის არაფერი აფეთქდა და შეიქმნა მთელი ეს სამყარო აღარ არის ეს მეცნიერება ფორმულაში მანახე ეს როგორ მოხდა ფორმულაში მანახე ვერ მანახებ იგივე ტექნოლოგია რაზე ეწყობა იმაზე რაც ფორმულირდება ყველაფერი ანუ ჩვენ იმ დონემდე ვართ მისული რომ ის ფორმულა რო გავაკეთოთ იმ ფორმულით მე შეგვიძლია ტექნოლოგია შევქმნათ რატო ვერ ვქნით ყველა ტექნოლოგიას ჯერჯერობით იმიტომ ვერ ვქნით რომ ყველა ფორმულა არ გვაქვს რატო არ გვაქვს ყველა ფორმულა იმიტომ რომ საწყისები გვაქვს მომკვდარი მოკლული ეს საწყისები მე-19 საუკუნეში უკვე ცნობილი იყო დაიგრძალა და შემოვიდა qalbi ბევრი qalbi თეორია შემოვიდა იმიტომ შემოვიდა ეს qalbi თეორიები რომ ჩვენ თავისუფლები არ გამხდარიყავით იმიტომ რომ რა არის მთელი სამყარო აწყობილია იმ ფულზე რეალურად ფული არის აზომი ენერგიის მეტი არაფერი ამით ვზომავთ იმ ენერგიას ჩვენ თუ ენერგია უფასო გვექნა ფული არ გჭირდება თუ ფული არ გჭირდება ვერავინ ვერ გმართავს აი ეს პოზიციები ამ პოზიციების შემოგდებისთვის არის ყველაფერი გაკეთებული ამ დროს სამყაროში უსასრულო ენერგია ესევე ეწყობა ყველაფერი ადამიანის ორგანიზმი რა არის ფანტასტიკურად გონდათ იმ ძველ ეგვიპტელებს იცი შენ თუ ავად ხარ შენ კი არა ხარ ავად ჯერ პირველად შენი ორეული ხდება ავად ანუ კას ეძახდნენ იმას ეს არის შენი ისა ეთერული სხეული და უნდა უკურნალო იმ ეთერულ სხეულს და მხოლოდ ამის შემდეგ იკურნები შენ ფსიქოსომატიკა რო ეძახიან ხო ეს ახლა ეძახიან ფსიქოსომატიკას თორემ მაშინ ბევრად უფრო სწორად ხდება განსაზღვრა ისინი ამბობდნენ რომ მათი ენერგიები როგორც ორი გველი ისე მოძრაობს გენეტიკა ანუ ინფორმაციული დონე მასშიდებს ამ გენეტიკის დღეს ვერ კითხულობენ ბოლომდე გენს ხო რატო ვერ კითხულობენ მხოლოდ 3% რაღაცა წავიკითხეთ თუ დანარჩენი უსაქმურიაო არანაირი არ არის უსაქმური ამ სამყაროში ტყვილად არაფერი არ არსებობს იმათ ეს უკვე იცოდნენ ამას ასახავდნენ თავიანთ ფორმულებში აქ გაკეთებული ის კი არა მტკრივების რაოდენობაც კი იცოდნენ წერია შეუძლიათ ნახონ და შეამოწმონ მაგრამ გეუბნებიან რომ ეს ყველაფერი ეთერულ სხეულშია იმორეულშია გესმის შემდეგ ეთერული სხეული და დედამიწის სამყაროს 98%-ია ეს ეთერული სხეული. მარტო ადამიანს კი არა, ყველაფერს აქვს აბსოლუტურად. ხო და დაჟე იმას ამბობდნენ, რომ ღმერთებს 9 აქვთ. მაშინ ხო ბევრი მეცაღია, ღმერთებს 9 აქვთ. ხო და ღმერთი ავატარ ხდება. ხო და ეხლა წარმოიდგინე, ყველგან არის. ეხლა დღეს ასე ეძახიან ამ ეთერულ სხეულებს, პლაზმოიდებს. მithom სახელის შეცვლით რამე იცვლება, იმიტომ რომ ლიჟბისა დაასახელონ. ის რა მიყვარს? ოღონდ იმაზე არაფერი თქვა. ხო და ის არ დაასა პლაზმოიდი, პლაზმაში ადგას სამყაროს 98%. ამბობენ, იგივეს ამბობენ, ასაც ისინი ამბობენ, რომ სახელები შეცვალეს. სახელებით ამახინჯებს, ეს არის პრიმიტივიზმი, მეტი არაფერი არ არის. ეს არის პრიმიტივიზმი. ტერმინების ცვალებადობა, ესეთი უაზრო და სხვა სახელების დარქმევა. გესმის? იმიტომ რომ არსებობს ზუსტი და რეალური სახელები. აი ეს პროცესები მიდის, ეს იმიტომ რომ ყველა ასეთ დროს, ესეთი დიდი კატაკლიზმების წინა პერიოდს ახლავს ეს პროცესი. ანუ ფსიქიკის თვალსაზრისით ვიცახი, ხდება ადამიანების თითქმის ბოლომდე დაცემა რა და განადგურება და ეპოქა იცვლება. თუმცა აი ბატონო ხახანა მაინც მინდა რომ ამასაც შევეხოთ დაცემა აი ადამიანის გადაგვარება ოღონდ უნდა გააცნოს როცა მიხვდება რომ არა აი ესეთი დაბალი საზიზღარი არაფრის მაქნისი აქედან მოდის აღდგომაც რა თქმა უნდა იცი როგორ არის ეს ყველაფერი ადამიანი აი ესე ხარ რა ეცემი სანამ არ დაეხეთქები ვერ ადგილი შანსი არ არის თავი ისე არ დაეხეთქო რომ დაიშალო თორე დაინგრე ბოლომდე თორე რო დაეცემი მხოლოდ მე რადგები ფეხზე იმიტომ რომ შუაში ძარო მოინდომო ვერ ადგები ამიტომ ეს ბოლო პროცესი აუცილებლად მოვა
გაიგნება, ანუ და ვიღაც აღდგება. ეს არის ის მომენტი, როდესაც სივრცეები ერთიანდება. სივრცეების გაერთიანების პროცესში გამოჩნდება ყველაფერი, ანუ იმ სივრცის არსებებიც გამოჩნდებიან ჩვენს, ისიც აქაა, ყველა სივრცე აქაა, სინამდვილეში. გამოჩნდებიან, რაც გამოიწვევს მასიურ შიზოფრენიას. ხო, რა თქმა უნდა, როგორია ფსიქიკურ დარღვევას კი, რა თქმა უნდა, ბევრს ახლა მოხდის უკვე ეს ამბები, იმიტომ რომ უკვე რაღაცეები ფიქსირდება იმ სამყაროდან. ხო, და ყველაფერი ამის მერე უკვე ძალიან რთულია. ხო, ამან არის ის ახლა ჩვენ ფსიქიკა მოუმზადებელია. ხო, ფსიქიკა აბსოლუტურად მოუმზადებელია და ბევრი საშინელებები მოხდება. იმიტომ არის ის კოშმარები ხდება. ახლა რაც ხდება მასიურად, ადამიანები ერთმანეთზე მტერებიან, დედაშვილს ვერ იტანს, ის დედაშვილს ვერ აიტანს და ესა რა ქვედაცმას ხო გახსოვს. ეს ყველაფერი ეს არის ფსიქიკური მდგომარეობა ადამიანების, ეს შეშლილი ადამიანები, ფულის გულიზე ერთმანეთზე ჭამენ და ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერს იკადრებენ. იქამდე მივა ადამიანი. აი ვინც ამ ყველაფერს არ იკადრებს, ის გადარჩება. ეს კანონია. აი ეხა ეს კლიმატის ცვლილება რატო აიჩემეს ეს კლიმატის ცვლილება და ადამიანებიც როგორ ხარ თქვენ ბრძანეთ და მეც რაღაცები წავიკითხე სანამ მოვიდოდი ის რომ ის ცვლილებები რაც ხდება ეს ფილებს შორის ამიტომ ეს მაგმა მოდის მაღლა კლიმატი ავტომატურად იცვლება. მაგრამ აი ატმოსფეროშიც აი ჰარპის ტექნოლოგია მაგალითად ხო ადამიანის თავისი ჩარევით ცდილობს აი ამ ერთი მეორის მორევის პროცესში ხო ეს სახელმწიფოები ტექნოლოგიები ისინიც ზემოქმედებენ გარედან. რატო აიღეს, საიდან მოიტანეს ეს კლიმატის ცვლილებები და ადამიანის აი ეს ჩარევები ატმოსფეროზე, სადაც შეუძლია ხა დედამიწის გულში ვერ ელევა, ეს აჩქარებს უფრო იმ პროცესებს, რაც ხდება დედამიწაზე ბუნებრივად. იცი რა, დედამიწაზე ისინი რასაც სამატებენ, ის ვერ დააჩქარებს იმ პროცესებს. ისინი უბრალოდ სიტუაციას იხმნებენ ძალიან კარგად, მაგრამ იმიტომ რომ იმათ უნდათ რომ ვიბრაცია დაწიონ მაქსიმალურად ამ მსოფლიო მმართველობას, ვინც იმაშობა, იმიტომ ახლა დედამიწა გადაარჩინა. არა, თავისი თავი, ანუ რა დარჩნენ ამას. კი, ბატონო. იმიტომ რომ დაბალ ვიბრაციულია დედამიწას და მაღალ ვიბრაციაში ვერ გაძლევენ ეგენი თვითონაც და ვერ იცხოვრებენ. ამიტომ საჭიროა ომები, გაჭირვება, ტკივილი, სიკვდილი და უბედურებები. იმიტომ რომ ზოგადად სიკვდილი არ არსებობს. ზოგადად სიკვდილი არ არსებობს, მე შემიძლია დავამტკიცო. ესე არა, ჰაერზე არ ვამბობ ამას, მე შემიძლია ფაქტებითაც დავამტკიცო. ზოგადად სიკვდილი არ არსებობს. უბრალოდ არსებობს მდგომარეობები, ანუ ენერგიის ერთი სახე გადადის ენერგიის მეორე სახეში. ეს ფიზიკის კანონია სხვათა შორის. თუ არაფერი იკარგება, მაშინ ადამიანის სიცოცხლე ენერგიაა, მეტი არაფერი და აქედან გამომდინარე სიცოცხლეც მარადიულია. მაგრამ იცი რა არის, როდესაც შენი ცნობიერება ამას ვერ წუდება და ვერ იგებ. იმიტომ შემოაგდეს სიკვდილის მეხსიერება ძირითადში. როგორაც შეაშინეს ადამიანი. ის ფიქრობს იცი და ვიბადები არის ესეთი ახლა ფსიქოლოგიაშიც აქვს თეორია ადამიანი იბადება სიბნელეში და მერე მიდის ისევ სიბნელეში ხო იცით ეს ამისთან იდიოტური თეორია მე არ მომისმენია მაგრამ მაინც ვიბადები მე ისა ვიბადები ცხოვრობ ბერდები ვკვდები და აღარა ვარ ამ სამყაროში არც მანამდე ვიყავი არც მერე ვარ მაშინ რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას სანამ ვარ ბედნიერი უნდა ვიყო ამ ბედნიერი რა არის არავინ არ იცის. ბევრს ჭამს ალბათ, კაი სახლი, კაი მანქანა. ამის გამო ყველაფერს კადრულობენ და ყველაფერს ესე იგი ყველაფერი დაშვებულია. თუ არ არსებობს მარადილობა, ყველაფერი დაშვებულია. აქედან გამომდინარე ესე იქცევიან ადამიანები როგორც იქცევიან. ამისთვის მე-19 საუკუნის მერე მოხდა ძირითადად ეს პოზიცია, მე-20-ის დასაწყისიდან დაიწყო სერიოზულად ამისთვის. გამოიყენეს მეცნიერებაც და ამახიჩეს მეცნიერება. თორე ძველი მეცნიერები, ნამდვილი მეცნიერები. იგივე გალილეო გალი, იგივე ჯორდანო ბრუნო ესე არ ფიქრობდნენ. იმიტომ რომ ყველა ეს თეორია კიდე მათემატიკური უძველესი რაც არის, საწინააღმდეგო სამტკიცებს სინამდვილეში. ხო, და ისინი ესე არ ფიქრობდნენ. ესეთი ადამიანები უკვე გაუბედურები არიან. უბედურები არიან, იმიტომ რომ იბადებიან იმ დღიდან სიკვდილს ელოდებიან. ყველაფრის დამთავრებას. მოსწრებას ამ. კი. მოსწრებას რისი გააჩნია. კაროჩე ცხოვრობენ იმ ღორებივით, რომელსაც ახალწელს დაკლავენ. აი ეს არის უბედური. საკალამდე. ო, აი ამ სიტუაციაში ვართ ძირითადში და რა თქმა უნდა ეს უნდა დამთავრდეს. არ შეიძლება ეს სამადად ჯამოდ გაგრძელდეს. მე პირიქით, მე ძალიან მშვიდად ვარ. მე ყველაფერი ვერ ამაღელებს იმის გამო რომ ვიცი რაც ხდება და იმის გამო რომ ჯერა. და იმის გამო რომ პირიქით მინდა იქით გადასვლა.
იმიტომ ჩემ შვილთან ერთად ვიქნები. მეც მინდა იქით გადასვლა რომ ბატონო. ხო, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ აქ კარგი იყოს. მე უკვე მე მაპატიე და ხა ზოგი მეტყვის ჯოჯოხეთის არა მეშინია, იმიტომ რომ ერთ-ერთი დანაშაულზე ორჯერ არ სჭიან. მე ჩემი ჯოჯოხეთი გავიარე ამ სამყაროში. ხო და სხვაგან არ მოხდები ამ დონეზე. მოხდები იქ სადაც მე მინდა და ვიცი რომ უნდა მოხდე. ხო და აქედან გამომდინარე შვიდად ვარ. ადამიანებს ეს ჭირდებათ. ადამიანი თავისუფლდება მაშინ, როდესაც ამას იაზრებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება, როდესაც ხმარადიულია. ძალიან მნიშვნელოვანია საიდან მოვდივართ, სად ვართ და სად მივდივართ ამის გააზრება. ყველანაირად გვიმახინჯებენ იმას, საიდან მოვდივართ, სად ვართ და სად მივდივართ. ყველაფერი გაყალბებულია ჩვენს გარშემო, აბსოლუტურად. და იმ დონეზე რომ ფანატიზმის მეორე უკიდურესობაში გადადის ყველაფერი. აი მაგალითად თურმე 150,000 წელი არსებობენ უკრაინელები და შავი ზღვა მაგათ ამოთხარეს და იმიტომ შეიქმნა კავკასიონის ქედი. იქ დაყარეს მიწა. არა, ეს თქვენს კი არა წინი აქ გამოშვებული. იგივე ვარიანტი ჭირთ რუსებს, ყველას რა. ეს არის პატიმოყარეობა. ყველაზე საშიში ცოდვა და ერთადერთი ცოდვა. და ხანდახან რო ვერ ხვდები ხოლმე მე ხშირად დამიჭერია ჩემი თავი. ვერ ხვდები და ამას აბსოლუტური პატიმოყარეობის გამოვლენის გამოვიქცევი. ხო, ყველაზე საშიში არის პატიმოყარეობა. უნდა გათავისუფლდა ყველაფრისგან ადამიანი და როგორც კი ყველაფრისგან თავისუფლდები, შენ რომ ამას ელაპარაკები ადამიანებს ეს არ არის პატიმოყარეობა. მაგრამ შენ როდესაც აცხადებ რომ მე ღვთისმშეული ვარ, ეს უკვე პატიმოყარეობაა. კი, იმიტომ მე არ მგონია რომ მე ვინმეზე უკეთესი ვარ და ვინმეზე უარესი და საერთოდ ამჯერა რომ თქვა იგივე მაპუტუს ტომის ველურმა იმის გამო რომ მან არ იცის იმდენი რამე, რაც ჩვენ ჯერ ისაც არ ვიცით რა იცის, ჩვენზე შეიძლება ბევრად მეტი იცის, მაგრამ მაინც. ბევრად მეტ გზნობს იქნება. ხო. იმიტომ რომ ცოტნას ასვეძახით, ხო, ამაზე დამოკიდებული. ამიტომ მე რჩეული ვარ ღვთის და ის არ არის რჩეული, ესე არ ხდება. ესე არ ხდება. შეიძინა პრეზიდენტის ნებისმიერი პროდუქცია და მოიგე ორკაციანი საგზური პარიზში. დეტალები იხილეთ საიტზე. ყველაფერს წვითავს რამდენად გიყვარს. თელი ამბავი არის იმას ვისაც ჩვენი ცივილიზაცია არ უნახია ბევრად უფრო უყვარს ეს სამყარო ვიდრე ჩვენ. ამიტომ ეს რეალურად უნდა დავინახოთ. არანაირი რჩეულები არ არსებობს, არანაირი ყველაფერი არის პატიმოყარეობა და ყველაფერი ვაკეთეთ ჩვენ ბოლო მინიმუმ 3,000 წლის განმავლობაში, 3 კი არა, 5,000 წლის განმავლობაში, რომ ეს პატიმოყარეობა მაქსიმუმამდე გაგვეზარდა. მე რა თქმა უნდა ყველაფერს ვაბრალებით ან ეშმაკს და ცუდი რაც ხდება ამავე დროს ღმერთსაც. აი ღმერთმა დასაჯა. მე ამჯერ ესეთი ღმერთის რომელიც მე ან შენ გჭირს. არავის ჩვენ თვითონ გჭირთ საკუთარ თავს ჩვენივე საქციელით. აი ეს არის. ამიტომ ძალიან ბევრი რამეზე დაფიქრება ჭირდება ადამიანს. ძალიან ბევრი რამეზე. და თან ეს კი არ უნდა დაფიქრდე უბრალოდ და უბრალოდ თქვა რომ ეს ესეა, არა. უბრალოდ უნდა იქცნო ეს. აუცილებლად უნდა იქცნო. ამიტომ ყველა ადამიანმა უნდა იქცნოს ეს. იმიტომ რა თქმა უნდა მირეკავს ვიღაცა კალბატონი ერთხელ ორჯერ სამჯერ აღარ ვიღებ იმის ხურმე. აი ჩემმა შვილმა ესე ცოლი მოიყვანა და ის ცოლი დააშეს არ ეცხს უეცხა. უფენს. ანუ დაჟინოს ცოლს მე რა მოხდა? მუშაობს ის ოლდიდან სახელმწიფო. შეტალოცილო მიეცი ადამიანებს უფლება იცხოვრონ ისე როგორც უნდათ, რა შენი საქმეა? ვაფშე. იმიტომ რომ ამას გონია რომ უყვარს თავიშვილი, არ უყვარს თავიშვილი. ეგოისტია ჩვეულებრივი. ჩვენთან სხვა მარტომ გავზარდე. აი ეს დიდი თემა სიყვარული, ეგოიზმია და რქვია ამას სიყვარული. სიყვარული. აი ეს არის რეალური სიყვარულის მონაერია. შენ რო ძალიან გიყვარს, ის შეიძლება გაუშვა კიდეც. გაუშვა იმიტომ რომ იცოდე რომ შენთან ისე ბედნიერი ვერ იქნება როგორც წავა. და თან შეიძლება ისე იცხოვროს და იქ წავიდეს შენ რომ გული გაგისკრეს შენ რომ არ მოგწონს მაგრამ ის უნდა გაუშვა თუ კი თვითონ უნდა გადაწყვიტოს მას თავისუფლება უნდა მისცე აბსოლუტური იმიტომ რომ ყველაზე მაღალი რაც არის სანამ სამგანზომილებიან სისტემაში ხარ ეს არის თავისუფლება იმიტომ რომ თავისუფლებას მიგიყვანს ჭეშმარიტებამდე ხოლმე და სწორი ამ ჭეშმარიტებამდე ვერ მიხვალ თუ არ წაიქეცი გეტკინა შესწომა ჩაიდინე და ყველა ხო რა თქმა უნდა იმიტომ ეს სამყარო ჯუჯუხეთი იცი არასოდეს ამავიწყდება ერთი ძალიან კაი ანეკდოტი იყო ჩემს ახალგაზრდობაში ეს იმათვის ვისაც 60 გონია ეს სამყარო
მე არ მგონია. იმისი რა ქვია, ანუსის ჭიები რო არიან, ხო იცი? სოლიდარები მაგალითად, მამა და შვილი გამოდის გარეთ. ვაიმე მამი, ნახე რა ლამაზია სამყარო, როგორი განათებული, ნახე რა ბუნება, ნახე. ხო, შვილო, ხო, ბაბაებრა. მე გამოვიდეთ ამ სამყაროშიო. რა გვინდა ვიკო? ანუშიო და სამშობლოა შვილო, სამშობლო. მათთვის ეს მდგომარეობაა სამშობლო. ესმის? იცი არიან ადამიანები, რომლებიც იმ მატერიალური კეთილდღეობის გარეშე არ არსებობენ, უბრალოდ არ არსებობენ. ამიტომ ისინი თვითონაც ნივთები არიან. და ჩვენ გვიწევს ნივთების გამრემოცვაში ცხოვრება, აი ეს არის უბედურება. თვითონ ადამიანებიც კი ნივთები არიან. და შენ გინდა რომ ესეთი ადამიანები გადავიდნენ, ვერ გადავიდნენ. შანსი არ აქვს მათ. ხალხი ძალიან მეშინია, აი თუ ვერ გადავიდნენ. ვერ გადახვიდე? ხო, აი თუ მეთქი ვერ გადავიდე. არა, თქვენ ისეთ რამეებზე ფიქრობთ, რომ შანსი არ არის. იმიტომ ახლა მე ეგეთ ხალხშიც ვიცი, ვინც ფიქრობს 1-2. ახლა თლად ეგეთი არ არიან. მაგრამ ყონიასი და იმისი ხაზარაძის დონეზე, მაგრამ შესაძლებელიც რო აქვს და ამისთან რაღაცებზეც რო ფიქრობენ რა, სერიოზულად. იმიტომ რომ ესეთები გადავლენ, რა თქმა უნდა. ისინი ნივთებზე არ არიან ანუ ნივთებად არ არიან ქცეულები, მაგრამ ესენი ნივთები არიან.